ხვალიდან დამთვალიერებლებისთვის ყველა მუზეუმის კარი ღია. ევროპის მემკვიდრეობის დღეების სტარტს იღებს. თბილისის და რეგიონების მუზეუმებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გელოდებათ. მემკვიდრეობა და საზოგადოება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ევროპის დღეები წელს ამ თემის გარშემო ჩატარდება. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ხვალიდან უძველესი ისტორიის მქონე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან დაიწყება. მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები პარიზის, ტურინისა და ლონდონის შემდეგ თბილისში პირველად გამოიფინება. გამოფენა ევროპელები მუზეუმის არქივებიდან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამასაც მოიცავს. დიზაინისა და მხატვრული ფორმის განვითარების ისტორიას დამთვალიერებელი სწორედ მუზეუმში დაცული ექსპონატების სახით გაეცნობა. აქ არის დაახლოებით 6 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, გერმანელები, პოლონელები, ლატვიელები, უკრაინელები, რუსეთიც ევროპის ნაწილია ახლა. და ეს ადამიანები ყველა აქტიურად მუშაობდნენ ჩვენ მუზეუმში. და საინტერესოა, რომ მათი ინსპირაციის წყარო ყოველთვის სხვადასხვა იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო ქართული ჭედურობიდან მოტივები, შეიძლება ყოფილიყო კავკასიური. ალბომი დამზადებულია ნახევრად ხელით. ანუ იბეჭდება კონტური და მერე ფერადდება. აბრეშუმის მუზეუმში დამთვალიერებელს შეუძლია გაიცნოს ცნობილი გერმანელი ენტომოლოგის ადალბერტ ზეიცევის ალბომში დაცულ მსოფლიო პეპლებს. მუზეუმის საგამოფენო სივრცე ტექსტილის ინდუსტრიაში ტექნოლოგიური რევოლუციის ავტორის ჟოზეფ მარი ჟაკარტის ქსოვილების ნიმუშებსაც დაეთმობა. პარიზისა და ლიონის მანუფაქტურის მიერ წარმოებული ქსოვილები კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მუზეუმში მე-19 საუკუნის 80-იან წლებში შემოვიდა. რითია საინტერესო ეს ქსოვილები, რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში უკვე ჟაკარტმა გამოიგონა ეს რევოლუციური მანქანა, რომელსაც შეიძლებოდა ნებისმიერი სირთულის ქსოვილის მოქსოვა. აი ესეთი მუყავს პერფორირებული ფირფიტებით იმდენად სწორად იყო გათვლილი, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ფირფიტები და ეს პროგრამა დაედო საფუძვლად კომპიუტერის აღმოჩენას. გამოფენებით, ვორქშოპებითა და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული ევროპის მემკვიდრეობის დღეები საქართველოს მუზეუმებში 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.